ხო, დღევანდელზე თორე ისე ბევრი გუშინ სხვა იყო, გუშინ წინ სხვა იყო, ამას წინ კიდე სხვა იყო, მაგრამ იცით რა, ჩემი აზრით ინგა რო შევხედოთ დღევანდელ დღეს გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ბოლო 6 თვის შეჯამებაა დღევანდელი დღე. ნახეთ რა ხდება. პირველი ვისმენთ იმ ინფორმაციას, რომ ვენეციის კომისიიდან არის იქნება მხოლოდ ქებადიდება და ლამის დითერამბებად იქნება მოვლენილი ვენეციის კომისიის დასკვნა ქართული საზოგადოებისთვის და გვეთყვიან, რომ იცით რა, მადლობელი იყავით, რომ აი ასეთი კონსტიტუციის პროექტი დაიწერა საქართველოში. ამის მაგივრად ჩვენ ვიღებთ ძალიან მძაფრ კრიტიკას ვენეციის კომისიიდან. ჩვენ კი არ ვიღებთ, იღებს ეს პროექტი იღებს ძალიან მძაფრ კრიტიკას, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. თქვენ ელოდით, რომ კრიტიკული იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა. აი, კიდევ ერთხელ მივყვეთ რა, კრიტიკა რის თაობაზეა ბუნებრივ მარტივ ჭეშმარიტებებზე, მაგალითად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული. მაგალითად, რომ იმის თაობაზე, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის ნების ასახვას მმართველობით სტრუქტურებში და არ შეიძლება აქ манипуляცია, ასე ვთქვათ, ხმებით. აი ესეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე ვიღებთ კრიტიკას და კრიტიკა არა იწყება არა ამ საკითხების განხილვა, არამედ უცებ ჩდება მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა რაღაცა ინფორმაციის გაჟონვა და მთელი დღე მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რომელიც არის ამ დოკუმენტში, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა ბოლო 4 თვე. არამედ საუბრობთ იმას, საიდან გაჟონა ინფორმაცია. ანუ დაგეგმილად გადაგიფარეს? არა, ინგა, საუბრობთ ამას წინათ, ხდებაო მნიშვნელოვანი თემების ჩაფარცხვა გადაფარვა და ასე. არა, დაგეგმილად კი არა. ეს არის შეჯამება ბოლო 6 თვის. ბოლო 6 თვე ქართული საზოგადოება ცხოვრობს აი ამ პროცესით. აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული მოგონილი პროცესით ერთმანეთთან დაპირისპირების, რაღაცა კონსტიტუციის შექმნის, რაღაცა ბრალდებების და რას ვარკვევდით ბოლო 6 თვე? რაზე მოგცა შეჯამება ვენეციის კომისიამ, რომ თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ ხმას რომ იმცემს ამორჩეველი ის ადამიანი პროპორციულად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში, აი ამ ჭეშმარიტებას ვარკვევდით თურმე. და სხვა მარჩაიდოს ჯიბეში. აი ამ ჭეშმარიტებას ვარკვევდით მთელი ერი. პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია ვარკვევთ ამ ჭეშმარიტებას. პარალელურად მიდის ბრალდებები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ხო, რას ვარკვევდით, რომ თურმე დემოკრატიული საზოგადოება სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის გაწონასწორებას. ამას ესე იგი ცივილიზებული წიგნობარი 21 საუკუნის ერი 6 თვე ამას ვარკვევდით და ვენეციის კომისიას უნდა ეთქვა ეს ჩვენთვის. მაგრამ ნახეთ პიარულად რა ვითარება, აი ამის გარკვევა. აი როგორც დღეს მოხდა, იმის მაგივრად რომ კონცენტრირებული ყავთ, რა დაწერა ვენეციის კომისიამ, გადავედით რაღაცა შექმნილ, შეთითხნილ რაღაცა კონსპირაციის თეორიაზე, სადაც უშუალოდ ყოვლად ასე ვთქვათ, უკვე აღარც გავიმეორებ, რომ აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით და ესეთი ფორმებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება ალბათ ან ახლობლების, ან რაღაცა მეგობრების დარიგება, რომ აი ასე ლაპარაკი ირაკლი კობახიძე სჭირდება მეგობრების და ახლობლების გარჩევა დარიგება? არა, საერთოდ ადამიანებს, რომლებიც ასე უხამსად ეურთიერთებიან ერთმანეთს მედიის მეშვეობით, სჭირდება, რომ ვიღაცა თქვას, რომ იცით რა, საქართველოა, რაღაცა ურთიერთობების კულტურა არსებობს, ტრადიცია არსებობს და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მე მესმის, რომ თანამდებობა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცნაირად სიტყვა წამიცდის. მე მესმის, რომ პატივცემულები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერები და კომიტეტების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ ხო შეიძლება რჩევა, რომ იცი რა, აი ყოველ შემთხვევაში გადავედით ერთი წამი, გადავედით პრეზიდენტო, ერთი წუთი თუ შეიძლება. ანუ თქვენ არ ქონიათ პირადი კომუნიკაცია მასთან, აი იმ ცნობილი დაპირისპირებების შემდეგ. იცით რატომ გეკითხებით, რომ აი განსაკუთრებით კრიტიკულია თუ გავიხსენებთ მაგალითად 2 დღის წინ იგივე უშიშროების საბჭოს მდივანს როგორ მიუთით ამას დილობისკენ თუ კორექტურობისკენ, ანუ თქვენს ადმინისტრაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია. თქვენ ყველა ხედავთ ამ ურთიერთობას,
თქვენ ხედავთ ამ მუდმივ თითის ქნევას, ამ მუდმივ აგრესიას და შეჯამება ახლა ამისი როგორ მოგახსოვთ ახლა უშიშროების საბჭოს მდივანი კონსტიტუციური თანამდებობა, რომელსაც კანონით ევალება ქვეყნის უშიშროებაზე, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე, სამხედრო აღშენებლობაზე მუშაობა და რომელიც უშიშროების საბჭოს, ასე ვთქვათ, შემადგენელია. ამ ადამიანს რო ეუბნები, რომ შენ უშიშროების საბჭო მე ვარ და შენ არა გაქვს აზრის ქონის უფლება, აზრის რამეზე კი არა ბატონმა დათომ რამე რაღაცა სხვა საკითხზე რაღაც იმაზე კი არ გამოთქვა რა ქვია ინსტალაციაზე ან არქიტექტურაზე ან ამინდზე კი არ საუბრობდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანი. ეხლა ალბათ ცდება ტრივიალურ ჭეშმარიტებას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს შეიძლება კონდეს აზრი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შესახებ. მას რა ხდება, ბატონო პრეზიდენტო, იმიტომ რომ აი რას გითხავთ? ირაკლი კობახიძე თავის პირად მოსაზრებას ახმოვანებს მუდმივად, როცა იგი დაუშვათ ასეთ მწვავე განცხადებებს აკეთებს. არ ვიცი, ინგა, ამიტომ მე თქვენ გისვავთ კითხვას, აი ნახეთ რა ხდება. 6 თვეა ჩვენ ესე იგი, აი ასეთი ჭეშმარიტებების გარკვევაში ვართ, მაგალითად, აქვს თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანს უფლება კონდეს თავის მოსაზრება თავდაცვის უნარიანობაზე. აქვს თუ არის თუ არა პრეზიდენტი მთავარსარდალი. დემოკრატია ნიშნავს თუ არა არჩევნების მიხედვით ხმებს. დაბალანსება არის თუ არა კონსტიტუციის მთავარი პრინციპი. აი ამ ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტებებს, აი ესე გულწრფელად ყოველგვარი იმის გარეშე პირდაპირ ეთერებში უმაღლესი თანამდებობის პირები ვარკვევთ ჟურნალისტებთან. პარალელურად ინგა, ხო? მიდის ხო სხვა პროცესები. მოდით გავიხსენოთ 1 წლის წინ რაზე იყო საუბარი. როდესაც იწყებოდა არჩევნები. საუბარი არ იყო იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. საუბარი არ იყო იმის თაობაზე, რომ ჩვენ დავიწყებდით ამბანური ჭეშმარიტებების მედიაში გარკვევა. საუბრობდით რაზე? ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის ქართული ოცნება. დასაქმებაზე, ბიზნესზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ქვეყნის ინტერესებზე, სამართალდამცავი სტრუქტურების გაძევაზე. რაც არის, ნუ აი